გამარჯვება ყველას. მე ვარ თამთა დუა. მოგესალმებით. იმედი მაქვს რომ ყველანი კარგად ხართ. მე ჩემს დაპირებას ვასრულებ, ასე ვთქვათ. და ვაგრძელებ რა, პრინციპში ვიწყებ. და ჩემი ლაიფები იქნება გავიმეორებ კიდევ ერთხელ ძირითადად პიროვნული განვითარების გარშემო, ასე ვთქვათ, ვიტრიალებ და დღეს გაგიზიარებთ სამ რჩევას ხერხს. ჯერ როგორ დაიწყოთ საერთოდ და შემდეგ როგორ განვითარდეთ მუდმივად პიროვნულად. მოკლედ ასე დავიწყებ. თითოეული ადამიანი გადის გზას თავის ცხოვრებაში და ამ მოგზაურობაში მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის პიროვნული განვითარება. და ისევე როგორც სხვა ყველაფერს, პიროვნულ განვითარებასაც ბუნებრივია სჭირდება შრომა. და როგორც წეღან ვახსენე, გაგიზიარებთ სამ ხერხს რჩევას, თუ როგორ განვითარდეთ პიროვნულად. მაგრამ უშუალოდ სანამ გადავალ თემაზე, მინდა რამდენიმე წინადადებით განვმარტოთ რა არის პიროვნული განვითარება და რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. იდეალური არავინაა და მთელს კაცობრიობის ისტორიაში არავის მიუღწევია ამისთვის, მაგრამ მუდმივობას და კონცენტრირებას პიროვნულ განვითარებაზე შეუძლია მუდმივად მიგვაახლოვოს ჩვენი პიროვნების საუკეთესო ვარიანტთან, ასე ვთქვათ. მოკლედ, პიროვნული განვითარება არის პროცესი ჩვენი ცნობიერების ამაღლებისა და პიროვნული იდენტურობის განვითარებისა, ასევე მაქსიმალურად გამოვავლინოთ და გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი და პოტენციალი და ასევე პროცესი შევცვალოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ხედვა ცხოვრების და შევცვალოთ ჩვენი გონებრივი წყობა. Mindset, ხშირად გაიგონებთ ალბათ აი ამ სიტყვას ბოლო ხანებში, შევცვალოთ ეს ჩვენი გონებრივი წყობა, რომ შემდეგ უფრო მარტივად შევძლოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საოცნებო ცხოვრების და მიზნების მიღწევა, ხო? და თუ შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მისი სხეული და გონება არის მისთვის საშუალება, ხელსაწყო, რითიც ის მიაღწევს თავის ასურულ ცხოვრებას და მიზნებს, მაშინ შენ აუცილებლად უნდა განვითარდე პიროვნულად. იმიტომ რომ პიროვნული განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს შენი ხელსაწყო, ეგრეთ წოდებული ხელსაწყო, გონებისა და სხეულის სახით უფრო დაიხვეწოს. და როდესაც დახვეწილი და ესეთი უფრო კარგი ხელსაწყო იქნება რაღაცის გასაკეთებლად, ის რაღაცა უფრო ხარისხიანი გამოვა, ხო? ეს ძალიან პრიმიტიულად რო ავხსნათ. მოკლედ, პირველი სამი რჩევიდან გახლავთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ნახეთ როგორ რაღაც არის. ადამიანს აქვს შემოვლებული, ასე ვთქვათ, მის გარშემო წრე, ხო? ის ამ წრეში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ანუ იცის რაღაცა, კონკრეტული რაღაცა, მოსწონს ეს, ამას აკეთებს, მუშაობს მოკლედ ამ სფეროში, კონკრეტულ სფეროში, კმაყოფილია იმითი, რაც აქვს, კმაყოფილია იმითი, ვინც არის, კმაყოფილია ყველაფერი იმით, მოკლედ რაც მის გარშემო ხდება. და ეხლა ნახეთ ლოგიკურად. თუ შენ რაღაც ახალს არ შეიმეცდებ, თუ რაღაც ახალს არ ცდი, თუ მიზნებს და გეგმებს არ დაისახავ და ახალი რაღაცეები, ახალი ნაბიჯები, განსხვავებული ნაბიჯები არ გადადგი, ბუნებრივია რომ ვერ შეიცვლები და ვერ განვითარდები პიროვნულად, ხო? ძალიან მარტივია, ხო? მაგრამ აქ არის რამოდენიმე ფაქტორი, თუ რატომ უჭირს ადამიანს დატოვოს, ესე ვთქვათ, ეს თავისი კომფორტის ზონა. ერთი არის ის, რომ ახლის შიში, ხო, ახლის შიში, რა არის ეს, აეჭვებს. მეორე, ყველაზე გავრცელებული შიში, ასე ვთქვათ, ეს არის გამომივა თუ არ გამომივა, რამდენად შევძლება ამის გაკეთებას და მესამე, გაურკვევლობის შიში. ანუ, როდესაც ახალს, ასე ვთქვათ, ახალს უნდა შეეხო და არ გაქვს ნათელი სრული მკაფიო სურათი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, ან რა შედეგი შეიძლება დადგეს, ეს აშინებს ადამიანს, ანუ გაურკვევლობის შიში და კიდევ ერთ დავამატებდი, ანუ მეოთხე,
სიზარმაცე, უბრალოდ სიზარმაცეს ვახსენებ პირობითად, იმიტომ რომ სიზარმაცე არ არსებობს, უბრალოდ არ გვაქვს ჩვენ კონკრეტული მიზანი, რაც ასე ვთქვათ, ძალიან შევამაზებულად რომ ვთქვათ, აგვაყენებს სკამიდან და გაგვაკეთებინებს იმ რაღაცებს, რაც საჭირო არის ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად, ხო? მაგრამ ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, რომელსაც მიზანი არ აქვს, მას ვეძახით ხოლმე ზარმაც ადამიანს, ხო? მოკლედ, აი ეს შიში არის აბრკოლებს შიშები ადამიანს, რომ აი დატოვოს ეს თავისი კომფორტის ზონა და ახალი რაღაცები შეიმეცნოს, განვითარდეს და ასე შემდეგ. მოკლედ, თუ ადამიანი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ხო, რისი თქმა მინდოდა, არ არსებობს უბრალოდ ერთ ადგილას დგომა. ანუ, არის ან პროგრესი, ან არის რეგრესი. ან წინსვლა, ან უკანსვლა, ხო? ერთ ადგილზე დგომა უბრალოდ არ არსებობს ბუნებაში. და თუ წინ არ მიდიხარ, შესაბამისად, ესე იგი უკან იხევ, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველა თითოეული ჩვენგანი უნდა დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე. მეორე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რომ შეიმეცნო, შეისწავლო ის, რისი მიღწევაც გინდათ. ნახეთ ახლა რას გულისხმობ კონკრეტულად. მაგალითად, გინდათ იყოთ ჯანმრთელი და ზოგადად სიჯანსაღე, ჯანმრთელი ცხოვრება. შეისწავლეთ, რა არის ჯანმრთელობა, რას ნიშნავს ეს და რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იყო ჯანმრთელი და გქონდეს ჯანმრთელი ცხოვრება. გაინტერესებს ბიზნესი? გაარკვიე რა არის ბიზნესი. ისწავლე, როგორ უნდა გააკეთოს და შემდეგ გადაიტანე პრაქტიკაში, ესე ვთქვათ, ხო? თუმცა აქ მნიშვნელოვანი რაღაცა გამომრჩა, რაც პირველ რჩევასთან, ანუ ხერხთან დაკავშირებით უნდა მეთქვა, აი კომფორტის ზონასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, აი უფრო მარტივი რო გახდეს ის თუ რას გულისხმობ კომფორტის ზონიდან გამოსვლაში. აი მაგალითად, შენი მიზანი არის, რომ ისწავლო ინგლისური ენა. მაგრამ გერთულება, ან არ გჯერა, რომ ეს შენ გამოგივა, ან ვერ იჯერებ, რომ ამ ენას ისწავლი, ხო, ესე ვთქვათ. გააკეთე ესეთი რაღაცა, ნახეთ? დაისახე, ანუ გამოიცვე საკუთარი თავი. დაისახე მიზნად, ანუ შენ თავს, ესე ვთქვათ, მიეცი პირობა, რომ ყოველ დღე მომდევნო 3 თვის განმავლობაში, მომდევნო 1 წლის განმავლობაში, ყოველ დღე 10-15 წუთს დაუთმობ 5-10 სიტყვის შესწავლას ყოველდღიურად. ან 3-5 ფრაზის შესწავლას ინგლისურად, ხო? აი ნახეთ, არაფერი არ არის. მე უბრალოდ არ მჯერა, რომ ძალიან გინდოდეს რაღაცა და ამისთვის 10 წუთი, 15 წუთის გამოყოფა არ შეძლო შენი მიზნისთვის, ხო? 15-10 წუთი დაუთმეთ ყოველ დღე იმას, რომ შეისწავლოთ 5-10 ინგლისური სიტყვა. ეხლა გადათვალეთ ეს ერთ თვეზე. მოდი 5 სიტყვა ვთქვათ სიტყვაზე. თვეში გამოვა 150, ხო? 3 თვეზე რო გადავთვალოთ, გამოვა 450. ახლა გადათვალეთ ერთ წელიწადზე, ანუ 12 ჯერ 150, ხო? რამდენი გამოვა? 1800. მე მგონი არ ვწდები, ხო? 1800. ნახეთ? დღეს არაფერი არ იცით, მაგრამ გადის ერთი წელი და თქვენს მარაგში არის დაახლოებით 1800 სიტყვა. ღირს თუ არა დაუთმო საკუთარ თავს, შენს მიზანს, დღეში 10-15 წუთი იმისათვის, რომ შენ ერთი წლის თავზე იცოდე მინიმუმ 1800 სიტყვა. სულ არაფერს ხო სჯობია? თან ნახეთ, აი ამ პროცესში. როდესაც გავა 3 თვე, გაანალიზებთ ამ 3 თვეში რა გააკეთეთ და რა შედეგი გიჭირავთ ახლა ხელში, ხო? პატარა მიზეზს მიაღწიეთ, დაახლოებით 500-მდე სიტყვა იცით და ეს თქვენში თავდაჯერებულობას შეგმატებთ, ესე ვთქვათ, და მიხვდებით, რომ გამოდის. და შესაძლებელია თქვენ მომდევნო 9 თვის განმავლობაში სიტყვების შესწავლას არათუ 15 წუთი, ნახევარი საათი, ან სულაც 1 საათი დაუთმოთ. შესაბამისად შედეგიც უფრო დიდი იქნება. ხო ესე, ნახეთ, ჩვენ გვიჭირს ხოლმე პირველი ნაბიჯის გადადგმა და როდესაც მიზანს ვისახავთ, ხო? აი, გვიძნელდება ხოლმე ამ მიზნის მიღწევა მაშინ, როდესაც არ გვჯერა, რომ ჩვენ იქამდე მივალთ. იმიტომ რომ გვერთულება ეს, გზა გვერთულება, იმიტომ რომ სრული სურათი არ არის, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ნახეთ,
კარგი მაგალითია ეხა ეს კიბის მაგალითი. ნახეთ, თქვენ გინდათ მე-10 საფეხურზე ახვიდეთ. მაგრამ ჯერ პირველ საფეხურზეც არ გიდგათ ფეხი. როგორ უნდა ახვიდეთ მე-10 საფეხურზე? ჯერ უნდა დადგათ ფეხი პირველ სართულზე, საფეხურზე, შემდეგ მეორე საფეხურზე, შემდეგ მესამეზე და ესე. უნდა გაიაროთ ჯერ 9 საფეხური, რო აღმოჩნდეთ მე-10 საფეხურზე. ხო ესეა, ნებისმიერი მიზნის დასახვის შემთხვევაშიც ესეა. 1 2 3, 1 2 3. ნაბიჯ, ნაწილ. მიდიხართ თქვენს თავარ მიზნამდე. აი ეს, როდესაც თქვენ გეგმა გაქვთ და იცით, რომ ჯერ ეს უნდა გააკეთოთ პატარა რაღაცა. რომ შემდეგ ცოტა უფრო დიდ რაღაცას მიაღწიოთ, შემდეგ ამას როცა მიაღწევთ, კიდევ უფრო დიდ რაღაცას შეეჭიდებით, ხო? აი ასეთი დამოკიდებულებით თქვენ გაგიმარტივდებათ თქვენი კომფორტის ზონიდან გამოსვლა და აი თამაშის სახე მიეცით ამას. აი თამაშის სახე, აი გაიმარტივეთ ხოლმე, ჩვენ ადამიანებს ზოგადად ყოველთვის გართულება გვიწევს და გაიმარტივეთ რა. აი ინტერესის გამო მაინც არ გაინტერესებთ, რამდენად გამოგივათ? აი, გექნებათ მოლოდინი იმისა, რომ თქვენ რაღაცას მიაღწევთ კონკრეტულად. მაგრამ არ გაინტერესებთ? თანამდე მიხვალთ, რამდენს შეძლებთ. აი, უბრალოდ მოლოდინი არ გქონდეთ იმისი, რომ რაღაც კონკრეტულს მიაღწევთ. უბრალოდ თამაშის არაფერს არ კარგავთ რა. ითამაშეთ. თამაშის სახე მიეცით ამ ყველაფერს და უფრო გაგიმარტივდებათ და ძალიან ბევრ სიძლიერეს აღმოაჩენთ მთელს ამ პროცესში საკუთარ თავს. მოკლედ გადავდივართ მეორეზე, როგორც თქვი, შემეცნება და ახლის შესწავლა, ხო? გინდათ ბიზნესი ისწავლოთ, გაიგეთ ჯერ რა არის ბიზნესი და შეისწავლეთ თუ როგორ უნდა აკეთოთ ის და გადაიტანეთ შემდეგ პრაქტიკაში. კიდევ ამისათვის დაგეხმარებათ წიგნების წაკითხვა, ვიდეოების, თუნდაც სამოტივაციო ვიდეოების მოსმენა და იმ ადამიანების ისტორიების მოსმენა, რომლებმაც იმ კონკრეტულ სფეროში მიაღწიეს ძალიან დიდ წარმატებებს. წიგნების წაკითხვა. არეალს, ანუ თქვენს გააფართოვებს, ესე ვთქვათ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გულისხმობ მხატვრულ ლიტერატურას, ხო? ამას თავისი ადგილი უჭირავს. მე ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიძახი სიტყვაზე ბიზნესის შესწავლა თუ გინდათ, წიგნი უნდა იკითხოთ ბიზნესის შესახებ. ხო ლოგიკურია და არ არის მე მხატვრული რომანი. ვიდეოები, სამოტივაციო ვიდეოები, რომლებიც ასე ვთქვათ, ყოველდღე პოზიტიური ემოციებით აღგავსებთ და ყველაზე ჩემთვის საყვარელი მომენტი ეს არის იმ ადამიანების ისტორიების მოსმენა, რომელმაც იმ სფეროში, რომელიც მე კონკრეტულად მაინტერესებს, როგორ დაიწყეს ნულიდან, -1-დან და როგორ მიაღწეს აი ზესიმაღლეს. ნახეთ, როდესაც თქვენ ამ ადამიანებს უსმენთ, როდესაც თქვენ ამ ადამიანების ისტორიას ისმენთ, როგორი სიდუხჭირიდან, როგორი რთული ისტორია აქვთ მათ. შემდეგ ყალიბდება თქვენში ისეთი რწმენა, რომ აი ამ ადამიანმა თუ შეძლო ეს, ესე იგი მეც შევძლებ, რატომაც ხარა, ხო, რითი განსხვავდება ის ჩემგან? არაფრით, უბრალოდ იმით, რომ მან რაღაცა გააკეთა კონკრეტული რაღაცები, რამაც მიიყვანა აქამდე, ხო? თუ გავაკეთებ მეც იგივეს, მივალ იქამდე. და როდესაც ამ ადამიანებს უსმენთ, აკვირდებით მათ მიხრა მოხრას, როგორები არიან, როგორი თავდაჯერებულები, ხო? რამდენად სჯერათ მათ საკუთარი სიტყვის, საკუთარი თავის, საკუთარი მიზნის. აკვირდებით მათ მიხრა მოხრას და გრძნობთ სიძლიერეს თითოეული ამ ადამიანის სიტყვაში. და ეს ყველაფერი თქვენ გეხმარებათ იმაში, რომ როგორც ახსენეთ, დაიჯეროთ და ირწმოთ ის, რომ ერთ დღეს თქვენ შეგიძლიათ მსგავს შედეგს მიაღწიოთ ან კიდევ უკეთეს. და ასევე აყალიბებს თქვენში დადებით პოზიტიურ რწმუნებულებებს. ანუ თუ ადრე უარყოფითი რწმუნებულებებით გქონდათ თავის ავსე, ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ამას გვინერგავენ, ესე ვთქვათ, ხო? და ხშირად გვესმის შენ ეს არ გამოგივა, ის არ გამოგივა, წარმატება მხოლოდ ერთეულებისთვისაა და მოკლედ, ანუ ნელ-ნელა შეძლებთ, რომ აი ეს უარყოფითი რწმუნებულებები შეცვალოთ დადებითი რწმუნებულებით, პოზიტიური რწმუნებულებებით, რომ თქვენც ამას შეძლებთ, ეს მიღწევადია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბოლოს მესამე, განაგრძეთ სწავლა. ამას ნაწილობრივ შევეხე, მაგრამ ნახეთ, რას გულისხმობ ამაში. ადამიანის მას შეიძლება რაღაცა ისწავლოს, კონკრეტული რაღაცა ისწავლოს და შემდეგ ხიბლში ჩავარდეს და თქვას, რომ всё, მე ყველაფერი ვიცი, ეს შევისწავლე, ძალიან მაგარი ვარ ამაში, მეტი არაფრის სწავლა არ მინდა და გაჩერდეს. აღარ განაგრძოს სწავლა და როგორც თქვით თავიდან, ერთ ადგილზე დგომა არ არსებობს, არ მიდიხარ წინ ან უკან.
შესაბამისად, თუ არ ვითარდები, რა ხდება? რეგრესი. ხო? ამიტომ ყოველთვის უნდა ეცადოთ, რომ იპოვოთ გზები, რომ მუდმივად განვითარდეთ. მუდმივად ისწავლოთ ახალი რაღაცები, მუდმივად იპოვოთ გზები, როგორ ისწავლოთ ახალი რაღაცები, ან ის კონკრეტული თქვენი არჩეული სფერო და გზა იმ სფეროში როგორ განვითარდეთ უკეთესად. დღეს ისეთ სამყაროში და ისეთ სოფლიოში ვცხოვრობთ, რომ ერთი თითის დაწყაპუნებით შეგვიძლია ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლოთ. აი უკიდეგანოდ ბევრი ინფორმაციებია, ხო, თქვენ სხვა ჩემზე უკეთესად ამჩნევთ ამას, ხო? და შესაძლებლობები იმდენია და იმდენად უსასრულო და იმდენად უკიდეგანო, როგორც არასოდეს მთელს კაცობრიობის ისტორიაში, ამიტომ გამოიყენეთ, ჩემი რჩევა იქნება, რომ გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და ისწავლეთ, რაც შეიძლება მეტი ისწავლეთ და დაიჯერეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ, რომ ერთ დღეს ძალიან მაგარი ბიზნესმენი, ან ძალიან მაგარი მხატვარი, ну, მოკლედ, ძალიან მაგარი მოცეკვავე, საუკეთესო, უბრალოდ საუკეთესოები იყოთ თქვენს არჩეულ სფეროში, ესე ვთქვათ, ხო? მოკლედ, ამით დავასრულებ, თორემ ხვდები უკვე, რომ ძალიან ზოგად საუბარში გადავდივარ. ну, ვეცადე, რომ ბევრი არ მესაუბრა, ვეცადე, რომ კონკრეტული ყოფილიყავი და არა ზოგადი. არ ვიცი, რამდენად მოვახერხე. ახლა ლაივ რომ დამთავრდება, მეც უნდა გადავახვიო და მოვუსმინო, რა ვილაპარაკე, სად რა შეცდომა დაუშვი, სად რა ვთქვის სწორად, სად რა არ ვთქვის სწორად და ვეცადე, რომ გამოვასწორო ესენი და დავხვეწო შემდგომში, ხო? ეს ლაივები, გარდა იმისა, რომ მე ვცდილობ თქვენამდე მოვიტანო სათქმელი, მეც მიხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდე, ასე ვთქვათ, ხო? და ჩემი თხოვნა იქნება აქვე ის, რომ დამიწეროთ კომენტარებში, რა იყო ის თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა, რაც მოგცათ ამ ლაივმა, ასე ვთქვათ, და ასევე დამიწეროთ თქვენი წლის ყველაზე დიდი მიზანი, თუ რაიმე ესეთი საიდუმლო არ არის და აუცილებლად გიპასუხებთ, იქნებ შემიძლია რაღაც რჩევა მოგცეთ აი ამ მიმართულებით. აქვე თუ თვლით, რომ საინტერესო იყო დღევანდელი ჩართვა და თქვენს გარშემო არის ისეთი ადამიანები, ვისაც ეს თემა აინტერესებს და რამეს შესძენს, ჩემი თხოვნა იქნება, რომ გააზიაროთ და ერთად მივიტანოთ ეს სათქმელი კიდევ უფრო მეტ ადამიანთან, ესე ვთქვათ. და მოკლედ ახლა დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის. და ვიტყვი ბოლოსკენ კიდევ ესეთ რაღაცას. გამომყევი. იმიტომ რომ მე შენი მჯერა. ნახო.